არსებობს წიგნი, რომელსაც რამდენჯერმე უბრუნდები და ყოველ ჯერზე, როდესაც გადაიკითხავ მას, თავიდან კითხულობ, ყოველთვის შენთვის ახალს აღმოაჩენ ხოლმე. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი წიგნი არის ანა გავალდას უბრალოდ ერთად. ეს არის ამ წელს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული რომანი, წიგნი, რომელიც არის დაკარგულ სევდიან ადამიანებზე, რომლებიც სრულიად შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, იწყებენ ერთად ცხოვრებას და იწყებენ ასევე საკუთარი თავის და საკუთარი ბედნიერების ძიებას. ანა გავალდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით აღწერს ამ ამბავს, ალბათ მხოლოდ მას შეუძლია, რომ ასეთი მარტივი და ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებით ისაუბროს ყველაზე ღრმა ემოციაზე. სხვათა შორის ამ წიგნის მიხედვით არის გადაღებული ფილმი, რომელშიც თამაშობენ ცნობილი მსახიობები და თუ არ გინახავთ ეს ფილმი, გირჩევთ რომ აუცილებლად უყუროთ. მაგრამ მანამდე ასევე გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს წიგნი, შემდეგ უყუროთ ფილმს და ფილმის ყურების შემდეგ ისევ შეგეძლოთ დაუბრუნდეთ ამ არაჩვეულებრივ ტექსტს.